მოდი ამ ლამაზ ფოტოს დავაკვირდეთ, სადაც მთები და ტბა გვაქვს და გავიხსენოთ ისიც, რომ აქ ბევრი სინათლე იქნება, რომელიც ყველაფერს ეცემა და ირეკლება. მოდი ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს სინათლე სხვადასხვა მასალასთან ან სხვადასხვა მატერიასთან. და რასაც ვიტყვით, იგივე პრინციპები სხვა ტალღებსაც ეხება, მაგრამ მოდი ახლა ვფოკუსირდეთ სინათლეზე. იმაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ როცა სინათლე ერთი მასალიდან მეორეში გადადის, მისი მოძრაობის მიმართულება იცვლება. ამას უწოდებთ გარდატეხას ან მეორენაირად რეფრაქციას, refraction არის ინგლისურად. და გარდატეხა ხდება, როცა ერთი მასალიდან მეორეში გადადის რაღაც ტალღა, ამ შემთხვევაში სინათლე. სხვა რაღაცებიც შეუძლია სინათლეს და ამაზე ვფოკუსირდებით ამ ვიდეოში. ესენი არის არეკლა და შთანთქმა. ალბათ გესმით არეკლა რას გულისხმობს. მაგალითად, ამ ტბის ზედაპირზე ჩანს მთების ანარეკლი. მიზეზი იმისა, თუ რატომ ხედავთ ამ მთების ანარეკლს, არის, რომ მთებიდან წამოსული სინათლე წყლის ზედაპირს ეჯახება, აირეკლება და შემდეგ შედის დამკვირვებლის თვალში. არეკლა არის მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, სინათლე უბრალოდ ეჯახება რაღაცა მასალის ზედაპირს და აირეკლება, მაგრამ ასევე რაც ახასიათებს სინათლეს, არის რომ შეიძლება შთაინთქას. ეს ხდება მაშინ, როცა მატერია არც აირეკლავს დიდად სინათლეს და არც გაატარებს. თუ გვაქვს ისეთი მასალა, რომელიც სრულად შთანთქავს სინათლეს, მაშინ სინათლის მთელი ენერგიაც შთაინთქმება. არც აირეკლება, არც გაიფანტება, არც გაატარებს. და რეალურად ცხოვრებაში თითქმის ნებისმიერი მატერია აკეთებს ცოტ-ცოტა ყველაფერს. აირეკლავს კიდეც, შთანთქავს კიდეც და ზოგჯერ გაატარებს კიდეც სინათლეს. მაგალითად, თოვლი აირეკლავს სინათლეს და ამიტომაა ასეთი ნათელი. იმდენად კარგად ირეკლავს, რომ ზოგჯერ შეიძლება სათვალის გაკეთებაც კი დაგჭირდეს. ახლა უფრო მუქ რაღაცებს თუ შევხედავთ, მაგალითად ხეს ან ქვას, ამ შემთხვევაში ნაკლები სინათლე აირეკლება. ასეთი მატერიები უფრო მეტად შთანთქავენ სინათლეს და მის ენერგიასაც. მთის ბნელი ნაწილები ამიტომაა, რომ ბნელია და ნაკლებად ანათებს თითქოს ან ნაკლებად კაშკაშებს. იმიტომ რომ სინათლის ნაწილს შთანთქავს. მაგრამ იმიტომ ვხედავთ, რომ სინათლის ნაწილს აირეკლავს. და სწორედ ეგარეკლილი სინათლე არის, რაც მოდის ჩვენს თვალში. იგივენაირად თუ ვიმსჯელებთ ტბის ზედაპირზე, აქ ხდება გარდატეხაც, სინათლის ნაწილი შთაინთქმება წყლის სიღრმეში, ამიტომ ტბა თუ ღრმა არის, ფსკერი არ გამოჩნდება კარგად და ნაწილი აირეკლება ტბის ზედაპირზე და სწორედ ამიტომაა რომ ხედავთ მთის გამოსახულებას. და როგორც ჩანს, ტბის ზედაპირი კარგად ირეკლავს, იმიტომ რომ გამოსახულება არის თითქმის იგივე. და ეს პროცესები მუდმივად ხდება ჩვენ გარშემო. ნებისმიერი სხეული როგორ გამოიყურება, მაგალითად რა ფერი აქვს, რამდენად გამჭვირვალეა, რამდენად ანათებს ან პრიალებს ან ასე შემდეგ, დამოკიდებული არის იმაზე, რა ემართება სინათლეს, როცა ეჯახება მას. თუ მაგალითად აირეკლავს უდიდეს ნაწილს დაცემული სინათლის, მაშინ მოიქცევა სარკესავით. თუ სინათლის დიდ ნაწილს გაატარებს, მაშინ იქნება გამჭვირვალე, როგორც მინა. თუ სინათლის დიდ ნაწილს შთანთქავს, მაშინ იქნება როგორც უმეტესი ნივთი ჩვენ გარშემო, რომელიც არ არის გამჭვირვალე. და იმის მიხედვით, თუ სხეული რა სიხშირის სინათლეს შთანთქავს და რა სიხშირის სინათლეს აირეკლავს, აქვს მას გარკვეული ფერი. და არ მინდა ის დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა გავარჩიეთ სინათლის ტალღის შესახებ, რეალურად ეხება ყველა ტიპის ტალღას.